საღამო მშვიდობის ჩემო მსმენელებო და ჩემო გამომწერებო. საინტერესო თემაზე მინდა დღეს ვისაუბრო. ჩემი მოვალეობა არის ეს, რომ ვისაუბრო და ვილაპარაკო. დანარჩენი მე თვითონ მსმენელი გაარკვევს, გამოიძიებს, ვისახებს მიიღებს, რაც მიუღებელია, იმას არ მიიღებს, რა თქმა უნდა. მაგრამ პრობლემაა, როცა ამ თემებზე საჯაროდ არავინ არ ლაპარაკობს და ყველა რაღაცას მალავს. ქრისტიანობა არ არის საიდუმლოება და ქრისტიანობა არ არის და იესოს მიმდევრობა არ არის რაღაცა დამალვა, რაღაცეების დამალვა. ეხლა ნახე შენ ესენ რა სწახია. ადრე აღსარების ჩაბარება იყო საჯაროო. მერე ვიღაცამ მოისმინაო ესაო და უარესწოდებში ჩავარდაო და დამაბრკოლებელი გახდაო და ეკლესიამ გადაწყვიტაო რომ აღსარების ჩაბარება გაიხადა ფარული. ანუ სადღაც შეხვალი იქა, იქ მამაო გადაგაფარებს და რაღაცა ჩურჩული ბუთბუთები რაღაც ისულელებს. ასე იგი, როგორ უნდა თქვენ, თუ ეს აღსარების ჩაბარება საჯაროდ იყოს საფრთხე და გამოიწოდა ასეთ დაბრკოლებას იმ ადამიანებში, ვინც იქესწრებოდნენ, მაშინ თავიდანვე ხო არ იტყოდნენ მოციქულები, რომ ეს აღსარება უნდა იყოს საჯარო. ესე იგი, რახან მალაო შენ ისეთი გარეწარი ხარ ვიღაცა ხარ, რომ შენ იქ ეკლესიაში შეშვება არ შეიძლება. ჩემს გვერდით ვინ გალობს, ვინ მღერის, უნდა ვიცოდე მე, ვისთან ერთად ვადიდებ ღმერთს. და რო არ ვიცი და რაღაცას რომ იმალავ, ხო? ეს უკვე არ შეიძლება, ეს არ არის ქრისტიანობა. პავლე მოციქული, თქვენ თუ საერთოდ გაინტერესებთ ეგა და იცით საერთოდ და კითხულობთ, რან არის ქრისტიანები ხართ, მე არ ვიცი, მაგრამ მართლმადიდებლობაზე ხო საუბარი ზედმეტი, იმიტომ რომ ესენი მართლმადიდებლები არ არის. დიდი ხანია მივხვდი მაგას და კაი ხანია ვიკლო, რომ ესენი მართლმადიდებლები არ არის. იმიტომ რომ მე რომ მართლმადიდებლობას გავეცანი ისტორიას, სულ სხვა რაღაცას ასწავლე. საერთოდ ახლოსაც კი არ არიან ამათი სწავლება და ამათი სემინარ აკადემიის ლექტორები მართლმადიდებლობასთან. საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს ამათთან. პავლე მოციქული გვეუბნება და გვარიგებს, ვისაც თქვენთან არ მოაქვს სახარება, რაც მე გახარეთ, წეულინც იყოს. ყურსაც კი ნუ შეჭავთ მათ და ნუც მიესალმებით. წარმოიდგინეთ, რას ამბობს. ვინც კლავიდებურად მემრუშია, მემთვალე, მაგინებელი, ასეთი და ისეთი და ჩამოთვლის. მასთან ერთად პურიც კი არ ჩამოთვლა და არც მიესალმებით. აღვრევნიო. აი ეგ რასამოს პავლე მოციქული და როცა ასეთი თემებს ეხები, მით უმეტეს სარწმუნოებაში, ხო? ამათ ხო საერთოდ არ აინტერესებს სარწმუნოება. ერთი წვერზე მიჩმახებენ, წვერი რატო გაქვს ესეო. კლიმენტე რომაის რვაწიგნეული წაიკითხა და მოციქულთა დადგენილება ეპიფანე კვიპრელის ნაშრომები წაიკითხა და რას ამბობს ის? ერის კაცებსა და სამღვდელოებასაც უკრძალავდა წვერის გაკრეჭვას და თმის მოშვებას კულულებად უკრძალავდა. ყველას ეხებოდა ეს, ერის კაცებსაც და სამღვდელოებასაც ეხებოდა. სამღვდელოება რა, თქვენ გონიათ რამით განსხვავდება ერის კაცებისგან? რომ ვითომ ისინი უფლისკაცები არიან და ჩვენ არა ვართ უფლისკაცები? აბა ღმერთს აყავს თავისი ხალხი ერში. აბა იუდა ვინ იყო? დავით მეფსამუნო ვინ იყო? ვინ იყო ეს ხალხი? ვინც უფალს ადიდებდა? მარტო მღვდლები იყვნენ? არა. ვინ იყო ის, ვინც აღთქმის იცავდა? ვინ იყო ის, ვინც იბრძოდა ისრაელისთვის? ერისკაცები. ერისკაცები იყო. მოსე ვინ იყო? მღვდელი იყო, თქვენ გონიათ? მოსე იყო ერისკაცი. მაგრამ ის მღვდლად იყო წოდებული ღმერთის მიერ. დაჟე აარონზე დიდი. პირველი მღვდლობა არ იყო ტაძრის მღვდლობა და პირველი მღვდლობა არ იყო ეს რაღაცა საცეცხლური და რაღაც ეს რა მოიგონეს ეს ფართოკები და რაღაცები. ჯერ გვანან მაინც არის იმ მღვდლებს რაც იყვნენ, მაგრამ იყო ჩვეულებრივი მღვდლობა, ანუ მღვდელი იყო ის, ვინცაც უფალი ელაპარაკებოდა. ენოქი, ნოე, აბრაამი და ეს ადამიანები, ვისაც უფალი ცოცხლად ელაპარაკებოდა. სამუელი მღვდელი არ ყოფილა, ლევიტელი არ ყოფილა. არც მოსი არ ყოფილა მღვდელი. ის ვისაც ღმერთი დაელაპარაკა, ის არის მღვდელი. ვისაც ღმერთი ცოცხალ ელაპარაკებოდა. მაგრამ დღეს თუ ვიღაცა მართლმადიდებლს ან ვიღაცა ქრისტიანს უთხარი რომ მე ღმერთი დამელაპარაკა და
მითხრა რომ ეს სახარებები ჩემზე არ არის, ეგრევე გიჟად შეგარაცხავ, შენ როგორ დაგელაპარაკა ღმერთი. დიახაც იესო ქრისტეს არც ერთი სიტყვა არ არის სახარებაში მან დაწერილი. რაც წერია მან სახარებაში არც ერთი არ მიეკუთვნება იესო ქრისტეს სწავლებას. ისეთ რაღაცებს ამბობს, თუნდაც ავიღოთ მათეს სახარება მე-11 თავის მიათემო. იოანე ათისმეზე იძახის რომ აი ეს არის აღთქმის ანგელოზია. მალაქია 3:1-დან ციტირებს მე-3 თავის პირველი მეთქი. წარმოგიდგენია რა. აღთქმის ანგელოზია, რომელიც გაამზადებს შენს გზაასო შენს წინაშეო. იოანე ათისმელი აღთქმის ანგელოზია არისო და ხატებზე ფრთებით ხატია იოანე ათისმელი. აი ესეთი მკრეხელობა, ესეთი იდიოტობა, აი ესეთი სისულელე. იესო ქრისტე როგორ იტყოდა? როგორ შეიძლება ანგელოზი იყოს ადამიანი? ანგელოზი როდის იყო ადამიანი იბადებოდა და მას მშობლები ყავდა ზაქარია და ელისაბედი. ეს ხო არის შეცდომა. უდიდესი შეცდომა და ეგეთი შეცდომებით არის მე ძირითადად მათესახარებაზე მუშაობდა. სავსეა ეგეთი შეცდომებით რა. აღარ გავაგრძელო ის ახლა მე-16 თავით იმთავრდება მათესახარების ბოლო მუხლები. არიან ზოგიერთი აქ მდგომარეთაგან, რომელიც არ იხილებენ სიკვდილის გამო, ვიდრე არ მოვა ძერკაცსა მეორეთო, ხო, ვიდრე აიხილავენ კაცის ზეს. მოსულს. ესე წარმოიდგინე, ერთი კაცი მანახეთ ქრისტიანი. ქრისტეს მიმდევარი, ვინც იესოს დროს ცხოვრობდა და დღესაც ცოცხალია. იესოს სიტყვების თანახმად და დავიჯერებ, რომ იესოს ნათქვამია. ნუ, როგორც ჩვენ გავიგე და გამოვიკვლიეთ, აი ეს 4 თავი რაც დაწერეს, მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, არც ერთი არ ყოფილა მოციქულის, პირადად მოციქულის და თვითმხილველის დაწერილი. იმდენი შეცდომები არის ერთმანეთში არეული, რომ ბოლო-ბოლო თავი-ბოლო ვერ გაიგო. ეხლა გეტყვით კიდე ერთ ძალიან საინტერესო მუხლს. მათეს სახარება მთავრდება 22 თავის ბოლო მუხლით, ხო? წადი და მონათლით ისინი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. ეს მამაძეს სულიწმინდა სახელით მონათლა არის ჩამატებული, ანუ ნაპოვნი არის ძველი ებრაული სახარება, მათეს სახარება, რომელიც არის ვერსია, რომ ეს არის ყველაზე უძველესი ხელნაწერი, რომელიც არის გადაწერილი ორიგინალი დედნიდან და შემორჩენილი ებრაულ ენაზე, იქ მამას, ძე და სულიწმინდის სახელით მონათლა არ არის მითითებული. არც ერთ სახარებაში მათეს სახარების გარდა სხვაგან არსად არ არის მამის, ძის და სულიწმინდის მონათლის პრაქტიკა. ეხლა რატო დაჭირდათ მამაძე და სულიწმინდა? იმიტომ დაჭირდათ, რომ სამების დოგმატი, თავიანთი არასწორის სამების დოგმატის განმარტებისათვის გამოეყენებინათ ეს მუხლი. აი ნებისმიერი სასულიერო დაელაპარაკეთ სამებაზე, ეგრევე ეს მუხლი მოყავთ. აბა ჩვენ იესომ არ დაგვავალა, რომ მამაძე და სულიწმინდის სახელით მოგვინათლა და ეს სახელი ხო ერთია რა, ღმერთი ხო სამპიროვანია, ერთ არსებაა და ესე ხელზე გიხოვენ. როდესაც ეს სახარება ამ მუხლით არ თავდებოდა, მამაძე სულიწმინდა ებრაელებს, მით უმეტეს ებრაელებში როგორ იქნებოდა იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი, ხო, არცეთი ებრაელი მაგას არ ასწავლის. არცეთი კაბალისტი, არცეთი მიდრაშისტი, არცეთი რაბინი იეშუას დროს და იეშუას მოწაფეების და იესოს დროს მასეთ სისულელეს არ ასწავლიდა. ეს არის აბსურდი. იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი არ არის. ამას თვითონ იესო ქრისტე ადასტურებს ძალიან ბევრგან. როდესაც ამბობს მივდივარ მამაჩემთან და მამა თქვენთან, თქვენს ღმერთთან და ჩემს ღმერთთან. როგორ შეიძლება ღმერთს ყავდეს ღმერთის სხვა ღმერთი რაღაც მამის სახით, ხო? და მიდიოდეს იმ ღმერთთან და იმას მარტო თავის მამას კი არ უწოდებდეს, არამედ მამა ჩვენსაც უწოდებდეს. ანუ ჩვენი მამაცაც, მარტო იესოს მამა კი არა. და ასევე გამოცხადების წიგნში არის უკვე ზეცად ამაღლებული იესო ამბობს, რომ ძლევას ჩემს გვერდით მოვისვავ, როგორც მე ვძლიე წუთისოფლს და დავჯექი მამა ჩემის გვერდით. როგორ შეიძლება ეხა ეს გავიგოთ, რომ ძლევას გვერდით მოვისვავ, ანუ რას ნიშნავს ძლევას გვერდით მოვისვა და რატო უწოდებს იესო ქრისტე თავის ღმერთს უკვე ზეცაში წასული. კაი, ეს მუხლიც ხო არ აკმარათ არა ამ ტრინიტატებს. პირველი კორინთელების 15 თავი ნახეთ, რასობს იქ პავლე მოციქული. ყველაფერი მას დაუმორჩილავ, ხო? ყველაფერი მას ემორჩილებაო, გარდა იმისა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილავ. როგორ შეიძლება ღმერთს ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდეს ყველაფერი? და დიდებას გადაცემს ღმერთსა და მამასო. ანუ არის ის, ვინც არ ემორჩილება იესო ქრისტეს, ეს არის მამა ღმერთი. ერთადერთი ის, ვინც იესოს დაუმორჩილა ყველაფერი. როგორ შეიძლება აი სათხედავენ ესენი აქ თანასწორობის იდეას, როდესაც იესო ქრისტე თვითონ უარყოფს თანასწორობას მამასთან. აი როგორ უყურებენ ამ საკითხს, მე ამის როგორ შეგვიძლია ჩვენ ესე ბრმად მივიღოთ ეს რაღაცეები, ანუ ეს წინააღმდეგობები, როდესაც იესო ქრისტე აშკარად არ ამბობს ამას. როგორ უნდა დავიჯეროთ ახლა ჩვენ ამათი ბოდვების?
ბოდოა ჩვეულებრივი აბა რა არის? ხა სამების დოგმატი ბოდოა აბა რა არის? ეს რელიგიური შეურაცხყოფა და რელიგიურის კი არ არის. ეს თვითონ ის იმათი მდგომარეობაა, იმათი გადამოსახედა, ესე რომ ფიქრობენ, იმათი გადამოსახედა და ის იმათი ნაფიქრალი არის შეურაცხყოფა. თვითონ იესო ქრისტესი საფრთხე წერილის გაგებას და მთელი ახალ აღთქმისეული სიბრძნის შეურაცხყოფა, რასაც ისინი ამას ამბობენ, სამება და ოთხება კიდე და შვიდება. მაშინ 9-ებაც იყოს, იმიტომ რომ ღმერთს 7 სული აქვს. იმ 7 3 დავუმატეთ 9-ება გამოდის. ღმერთი 9 ყოფილა, 3 კი არა ყოფილა. იმიტომ რომ ღმერთს 7 სული აქვს. და არა 1. ხო, მათ ესახარება 22 თავის ბოლო მუხლები, წადი და მონათლეთ ისინი მამის და სულიწმინდის სახელით. ეს რო ყოფილიყო ნათქვამი ჩვილ ბავშვებზე, მაშინ აღარ ეთყოდა რომ და ამცნეთ ყოველივე ის რაც მე თქვენ გასწავლეთ. რა ასწავლა იესო მოწაფეებს და როგორ შეიძლება ჩვილ ბავშვებს ჩვენ ეს ვამცნოთ? ან როგორ შეიძლება მოციქულების თანასწორებად რომ მოაქვს თავი ამ სასულიერო პირებს, რომ ჩვენო მოციქულები ვართ, ხელდასხმულიო, კაცო. ჯერ ეს ერთი ხელდასხმაც მოგონილი არის. ტიმოთეს ეპისტოლები პავლეს არ დაუწერია, სამათმა დაწერეს და მიაწერეს პავლეს. რაღაცა კონკრეტული საქმე მოციქულთაც არ დაუწერია ლუკა მახარებელს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ წიგნის ავტორი იყოს ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც ამბობდეს ერთს და მეორე თვითონ თვითმხილველი პავლე სხვა რაღაცას ამბობდეს. პავლე მოციქული ძახის რომ ჩემი მხლებები რომიც მე მახტაობ. ნათელს ხედავდნენ და ხმა არ ესმოდა თუ და ის მე-9 თავში კიდე ლუკა ამბობს სხვა რაღაცას. ხმა ესმოდა და ნათელს ვერ ხედავდნენ. ეს როგორ შეიძლება ერთი და იგივე ავტორი იყოს ამ ყველაფრის, საქმე მოციქულთას ავტორი, ერთი და იგივე ავტორი არ არის. აშკარად არის ვიღაცების ჩამატებები და ნაჩალი-ჩალი წიგნი არის. ეს არ არის სულიწმინდის დაწერილი წიგნი. არც ერთი წიგნი ახალ აღთქმაში რაც არის, არც ერთი არ არის სულიწმინდის დაწერილი. შეგიძლიათ თქვენთანაც გადაამოწმოთ. მე უბრალოდ მუხლებს გეტყვით და დაფიქრდით თქვენთან. მათ ესახარება ხო საერთოდ უკვე გავიარეთ 22 თავი რომ თავდება წადი დაიმოწაფე და მონათლეთ ისინი მამის და სულიწმინდის სახელი და ასწავლეთ ყველაფერი რაც მე თქვენ გამცნეთო, ბავშვმა უნდა ჩვილ ბავშვებს ჩვენ ვერაფერს ვერ ვამცნებთ და ბავშვმა რა იცის ეშმაკი ვინ არის და ფუ ეშმაკს სხვა რიტყვის ამ წამს იცის ბავშვმა რო დააყენებ იქა და ნათლავ. ამას მე კი არ ვიგონე თვითონ გძლები ქადაგებენ კაცო. და ეხა თვითონ ნათლავენ ბავშვებს, ჩვილ ბავშვებს. აღარა მაქვს ლაპარაკი 8 წლის და 7 წლის ბავშვებს ნათლავენ და ეგეც არ შეიძლება. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, თავის წმენაში და უნდა გადაწყვიტოს, როდის მოინათლება. ეხა მეც მომნათლეს 8 წლისა ვიყავი სახლში, მამას უბრალოდ მომნათლა, რავი, არც მახსოვს რა წაიკითხა. მე გაგებაში არ ვიყავი, რა მოხდა. და ვითომ მონათლულად ვითვლები. მე არ ვითვლები მონათლულად. არც ერთი ქრისტიანი ვინც მონათლული ამ ღლების მიერ მონათლებად არ ითვლება. არ არის ესე მონათლა ესე არ არის და იესო ქრისტე ნათლავდა ცეცხლით და სულიწმით. იქ არ ამბობს არსად რომ იუარეს ნათლობით ნათლავდნენ მოციქულები და წყალს თავზე ასხამდნენ. მაგრამ საქმე მოციქულთაకి ესე გააპარეს ეს რომ ვითომ აგე პეტრე ხო მონათლა. რა პეტრე მონათლა? თვითონ პეტრე ვინ მონათლა? რომელი მოციქული მონათლა წყლით? იესომ რომელი მოციქული მონათლა წყლით? პეტრე მონათლა, იოანე, მათე თუ ლუკა თუ ვინ მონათლა? თვითონ პავლე ვინ მონათლა? ამ პავლეს ხელი ვინ დაასხა? ნეო სახარება ადამიანისგან არ მისწავლია. პავლე საიდან ციტირებს? სადმე ციტირებს პავლე? მარკოს, ლუკას, მათეს ამას მაგდროს პავლეს დროს იყო ეს წერილი, არა? გაცემა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიღებაო, წარმოგიდგენია? პავლე მოციქული იესოს სიტყვებს ციტირებს, რომელიც სახარებაში 4 თავში არ ხდება. ესე იგი ჩვენ სხვა რაღაცას გვტენია. და რეალურად იესო ქრისტეს სხვა რაღაცას ასწავლით. ეს არის ჩვეულებრივი ანტიქრისტეს ქადაგებენ ფაქტიურად რა. იესო ქრისტეს არც ერთი სიტყვა სახარებაში რაც წერია არ არის იესო ქრისტეს. ეს არის რომის დამახინჯებული წიგნები. 4 სახარების გარდა წარმოგიდგენია თქვენ 500-მდე და 300-მდე მეტი მოწაფე ყავდა იესოს იმ დროს სანამ ამაღლებოდა და დავიჯერო არც ერთმა არ დაწერა წიგნი. ყდრები აღდგნენ, ქალაქში გამოვიდნენ, უქადაგეს აღდგომა და არავინ არაფერი არ დაწერა. იქაურმა მწერლებმა არ დაწერეს, მთავრობის წევრებმა და მეფეებმა არ ჩაწერეს ეს ყველაფერი კაცო. ყდარი აღდგა ბოლო-ბოლო სასწაული მოხდა მთელ მსოფლიოში და არც ერთი ისტორიკოსი და არც ერთი ებრაელი და რომაული და არავინ არ წერს ამაზე. არც მზის დაბნელების შესახებ. ზე დაბნელი არა კი ტოროლა. ერთი აქ დაბნელდა კიდე და მეორე იქ დაბნელდა კიდე. მოკლედ ვისაც უნდა გაგება გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება და პრობლემა არ არის. იან უნდა თავი ამტორიონ ამ რაღაცა
გიჟმადიდებლობას. ეს არ არის მართლმადიდებლობა, ესე გიჟმადიდებლობაა. კაცი გააღმერთეს ქრისტე ღმერთია, ვიძახიან ქრისტე ქართველი იყო. ეს გიჟმადიდებლობა აბარა არის. არის რამე დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ქრისტე ქართველი იყო? თუ არ ვივარაუდებთ იმას, რომ ისტორია გაყალბებულია და საერთოდ ცხედაში იყვნენ ებრაელები. მაშინ რას ვერჩით ებრაელებს, აგერ ჩვენ მოგიკულია ქრისტე და ებრაელები ჩვენ ყოფილი ვართ მაშინ. ცხედაში თუ მოუხდარა ჯვარცმა და აქედან წაიღეს ებრაელებმა ისტორია და რომაელებმა გადააკეთეს. არ ვიცით, ვაფშე არაფერი არ ვიცით, არც მე არ ვიცი, არც თქვენ არ ვიცით. არც ვაფშე რავი, აი ეს მართლმადიდებლობაზე საუბარი. აი ხალხი აზრზე არ არის რის ასწამბი. ებრაელი იეშუას როგორ დაიჯერება ხალხო? არც ერთი მისი სიტყვა არ არის მართალი. არც ერთი, რომელი ავიღოთ. აი თუნდაც ის სამარიტელ ქალს როეონება, ჩვენ ვიცით რასაც უცენ თაყვანსო, თქვენ არ იცითო. ესე იგი, რა ვიცი, თუ ყველანი ერთი ღმერთის შექმნილები არიან და ვართ, რა ვიცი, აგე ძველ აღთქმაში ნაბუქოდონოსორზე ისვერს ხელს ეგ თქვენი ახო და ამბობს ჩემი მორჩილი არის. და დედაუტია იერუსალიმის ტაძარს ძიფესვერად დაანგრია. რატო რაღაც აშენებინებ და თუ თავზე დაამხულდა იმ ყველაფერს ხო? რაღაც მიშენებ თუ მე ამომითხოვიაო და მე რეიქვეონება წადი შემომწირეო შენი შვილიო ახსავლენ მსხვერპლად თუ დამეწვიო და ბრძოლაში გაგამარჯვებინო. აი ეგეთი იდიოტობებით არის და ურთიერთ გამომრიცხავი რაღაცები და სავსე მთელი წმინდა წერილს რო ეძახიან. და ვინ დაარქვა ამას წმინდა წერილი? გაწევ გვერდით არც ერთი წმინდა მამა არ ეძახის რომ ეს იდიოტობა არის. ყველა ბიბლიით ხელმძღვანელობს, ყველა ბიბლიას აკაჩავებს. ყველა წმინდა მამა. და ვინ თქვა რომ ესენი წმინდანები არის? რომელი წმინდა მამა იყო თავისი ცხოვრებით წმინდანი? არც ერთი. არც ერთი. მაგათ ნაშრომები რო წაიკითხო, პირდაპირ არ მიკრე ხელობა, ღვთისგმობა. იესო ქრისტე არის უზენაესი ღმერთი, უწერი. მამასაც აიყვანს. სად გააკეთეს? როგორ შეიძლება იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი იყოს, როდესაც იოანემ რომ მონათლა იესო ქრისტე, ჯერ ეგ საერთოდ ტყუილია იოანეს არ მოუნათლია, საერთოდ ეგეთი რაღაცა ფაქტი არ მოხდა, იმიტომ რომ იესოს არანაირი ცოდვა არ ქონდა ჩადენილი, რომ იოანესგან იორდანაში წყალში მონათლი იყო ცოდების მისატევებლად, იმიტომ იოანეს ნათლობა იყო ცოდების მისატევებლად. და თუ იესო ჩავიდა და მოინათლა მისგან, ესე იგი აღიარა რომ ამით ცოდვილი იყო თვითონაც. აბა რა არის ხო, რა უნდა იფიქრო. თავიდან ბოლომდე შეთხზილია, ებრაელთა სახარება გააკეთეს, ებრაელთა სახარებაში იესო ქრისტე იოანეს ნათლობის წინააღმდეგია, პირდაპირ ეუბნება დედამის მარიამს, რომ რამჭისო დედაო სამაგისო რომ მეო რაცოდო ჩავიდნენ ესეთი რომ იოანესგან წყალში მოუნათლო ცოდების მისატევებლად. ხან უცოდელია, ხან ცოდული გამოყავს, რავი, უცოდეს ხეულს ვერ მოკლავ, ხო? არ ეხება, იმიტომ რომ სიკვდილი არის ცოდის შედეგი ხეულზე. და თუ იესო ქრისტე მოკვდა, მაშინ ცოდული ყოფილა, ცოდის ხეული ქონია. აბა რა ხეულით აღდგა? რომელიც ხეულით აღდგა? არ რომელიც ხეული მოკვდა ჯვარზე თუ ის უცოდელი იყო, ხო? თვითონ განკაცების დოგმატიც არასწორია. ვინ განკაცდა? სამება განკაცდა? მამასაც დარჩა. აი, მეორე ჰიპოსტაზი განკაცდა. ესე იგი, არ შეეხო განკაცება მამას. ესე იგი, არ ყოფილა თანასწორები და ერთ არსი. აბა, რატომ მეუბნები რომ ერთი არსია? თუ ერთი არსი არის, განკაცება შეეხო მამასაც, ნება შეეხო მამასაც, ტანჯვა შეეხო მამასაც. და ჯვარს ეუბნება, მამა რატო დამტოვეო? ადამიანი მიმართავს ღმერთს. თავის თავს ელაპარაკება და ზეციდან გაისმება ხმა და დაამოწმებს, რომ ეს არის ზეჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონეო, საკუთარი თავი მოიწონა? თამომწონე ღმერთია თქვენი ესა? იახვე? და ყველაზე მაგალითად იცი რა უტყდებათ კიდე ამ მართლმადიდებლებს? არა, მე მართლმადიდებლებს აღარ უწოდებ ამას, გიჟმადიდებლებს. რა უტყდებათ და რო ეუბნები, რა საერთო აქვს იესო ქრისტეს? კაი დაუშვა და ქართველია. რა საერთო აქვს იესო ქრისტეს ებრაელთა ღმერთ ადუნაისთან? რა საერთო აქვს? ამას ხო ვერ უარყოფენ რომ ადუნაისთან არაფერი კავშირი აქვს. რავი, საერთოდ იესო ქრისტე რასაც ლაპარაკობს, მოსემ ჩემზე დაწერაო, ესაია ჩემზე ლაპარაკობდაო, წინასამეტყველება მე უნდა შევასრულო, დავითიო ჩემზე წერდაო ფსალმუნებსაო, ყველა ჩემზე აბოდებდაო, რავი. მაგრამ ვერსად ვერ მანახებ თქვენ რომ დავითი იესოზე წერდა, ან რომელიმე ებრაელი იესო ქრისტეს ღმერთად აღიარებდა. ანუ იესო ქრისტე იტყუილება ფაქტიურად, არც ფსალმუნები და არც ძველი აღთქმა იესო ქრისტეს მოსვლაზე არ არის წინასამეტყველება. არსად არ წერია რომ იესო ქრისტე მოდის მესია, მესამე დღეს უნდა მოკვდეს და მესამე დღეს უნდა მოკლა და მესამე დღეს ამაღლდეს. ესეთი რაღაცა იუდაურ ტრადიციაში არ არსებობს. მესია რომ მოდის ის 400 წელი რჩება და მერე კვდება ყველასთან ერთად. ეს არის მესიის მოსვლა. ეს არის მესიის მოსვლა. ანუ თავი პრობლემა იცი რა? თუ ეს ღმერთისგან არის ეს წიგნი, რატო არის კათოლიკობა ცალკე, მართლმადიდებლობა ცალკე, პროტესტანტიზმი ცალკე? და იქაც გახლეჩვებია და ურთიერთ დაპირისპირებები და ზიზღი არის. რატო ამ წიგნიდან ხო არის? ეს ხო ყველა ერთი ღმერთისგან არის ეს წიგნი. ისლამიც ღმერთისგან არის, იუდაიზმიც ღმერთისგან არის ის თორა, ქრისტიანობაც ღმერთისგან არის და ეს სამივე რელიგია სამების სახელით ერთმანეთს ჭამს. ესე იგი ეს ღმერთი არ არის, ეს წიგნი ღმერთისგან არ არის. ღმერთისგან რო იყოს, ერთმანეთს ესე არ დაუპირისპირდებოდა. თვითონ მოციქულების ახალ აღთქმაში ერთმანეთს ჭამენ.
ებრაელს, არაებრაელთან ებრაელს პურის ჭამა აკრძალული. ყველა ერთი სულიდან მოვდივარ. თუ ერთი სულიდან მოვდივართ, მაშინ რაღა გასაყოფი ანუ რა. აგე ბოლო ძველი აღთქმის ღმერთი ნაბუქოდონოსორს თავის ხალხს ანგრევინებს და აკოლევინებს, ხო? თავის ხალხი ჩაახოცინა, რადგან დაუშავეს ამ ხალხმა და მეორეც ერთი სხვა გზა ვერ მონახა, ვერაფერი რომ ამ ხელას სისხლის ზღვა არ მოეწყო. ალბათ ეხა მე დრო რო გავა, ახალ ბიბლიას დაწერენ და იტყვია რომ აი ახლა დაავალა რუსეთის პატრიარქს რომ ჩაიხოცა უკრაინის ბავშვები. რავი, ბომბა აკურთხა და ესეთ რაღაცებს იტყვიან მე. ალბათ ეგ დროც დადგება რომ ახალ ბიბლიას დაწერენ. რავი, აბა რა ვიფიქრო მაშინ? მეუბნებიან გადაკეთებულიაო და გადაუკეთებელს ვერ მონახებ. როგორ არის გადაკეთებული? კუმრანის ტექსტებში ადარეს და იდენტური არის. ძველი აღთქმა, იმ დროს ახალი აღთქმა არ არსებობდა. აი იესო ქრისტე რომელს სახარებასაც წავიდა იქ. იმ დროს არც იყო სახარება. ეგ მერე დაწერეს 50 წლის. კიდე რაზე მიდოდა ეხა საუბარი, ხო? მარკოზის სახარება მე-16 თავი თავდებოდა მერვე მუხლით. აცახცახებულები და შეშინებულები წამოვიდნენ სამარხიდან და ამ შიშის გამო ვერავის ვერაფერი ვერ უთხრეს. ვერავის ვერაფერი თუ ვერ უთხრეს, აბა მოციქულებმა როგორ გაიგეს. ჯერ მაგას დაუფიქრდი პრიკინ, კაროჩე იცოდნენ რომ მესამე დღეს უნდა ამგვარიყო ქრისტე, მაგათი მესია, ღმერთი და ქალები მედიან მოწაფეების გარეშე. არ იცოდნენ რომ იესო ქრისტე აღდგა დახვდებოდა, ან რატო ფიქრობდე ლოდი ვინმე გადაგვიგოროსო რა, თუ არავინ არ ეგულებოდა twins გადაუგორებდა ლოდს, სად მიდიოდნენ აბა. თან მენესაცხებე დედები მიდიოდნენ, მენესაცხებელი ეწყოთ. მენესაცხებელი იოსებ არიმათეელმა და ნიკოდიმოსმა რაც ხეს და რო დაასვენეს. იქ არიყვნენ დედები, ვერ ნახეს ეს ყველაფერი. რაღა მესამე დღეს მიდიოდნენ, როცა ქრისტე უნდა ამდგარიყო, მენესაცხებელი რო ეწყოთ, როდესაც შესუდრული იყო. ასულიყვენ იმავე დღეს, როცა მოკვდა ქრისტე და ჩამოხსეს. ჯერ მაგის ის ნახე, ამათი ტყუილები რა. მე ხო გალობდი აქ ტაძრებში და ხდელი იყო რა ეს ლიტანიობა შაბათ-დილას ხო ლიტანიობა ხოლმე გარდამოხსნეს რა პარასკევის წითელი პარასკევი არის და შაბათ-დილას არის გარდამოხსნა და ესეთი რიტუალი ზოგი შურპებიდან ხსნის ქრისტეს ჯვარს და ასაფლავებს და რაღაცეები ცერემონიელებს აკეთებენ რა და ჯოვანები აღდელს რა მე გამეძო დაკოპროციალებამ ტაძრის გარშემო რაღაც ლიტანიები ვაკეთებენ მეთქი ქრისტე ხო პარასკევს მოკვდა და ჩამოხსნეს მეთქი რა კიო მე მეთქი მეუთხე პრიკინი შაბათ-დილას რაპორტში გაკეთებ გარდამოხსნას თო და ხელი მკრა ეგრე უხდელმა რა რატომ კრავ ხელს მეთქი რამეს დაგიშავე და ვინმე გეხვეწებაო რა აქ რომ მოხვედიო ვაი რა ვიცი ხა რა უნდა ვიყო ესე იგი აღდგომისას მესამე დღეს იესონება აღდგებიო და ამათ იმენა ეძინათ არ ფიქრობდნენ ვაფშე დაფანტულები იყვნენ და დაფანტულმა კაცებმა გაიგეს ჯვარზე რა თქვა ქრისტემ ეს ხო არის მეგო თვალებში ნაცრით შეყდა ხო просто როგორ არიან იცი დაბეჭავებულები რომ მიდიან აუ მამაო რას გვეტყვი მოძღვარო ჯერ ერთი ქრისტე გეუბნება სახარებაში გეუბნება აუ თუ გჯერათ ეგეც არ ვიცი მოძღვარს ნუ ვირქობ თავთა თქვენთაო რატო უწოდებენ ეს საკუთარ თავს მოძღვარს თუ იესო ქრისტე გვიკრძალავს რომ ერთმანეთს მოძღვრები უწოდოთ მით უმეტეს სულიერი მამაკი რომელი აღზრდელი კიდე პავლე იყო ერთი მეგშობეც სახარებაში რო იძახის როდესაც თვითონვე ეწინააღმდეგება სახარებას და ტიმოთეს წინადაცვას უკეთებს და მე ეძახის ვინ წინა დაიჭვეს მოსყიდით მარისო და იმიტომ რომ ჯურის ქვეშ ახარ და წყევლის ქვეშ ახარ შედედა ატირებულო შენა თუ წინადაცვთა მოითხოვს ჯურის აღსრულებას და ჯურის ვინც ჯურის ქვეშა ისინი წყევლის ქვეშ არიან აბა რაღაც დასვია წინადაცვთა რა თვათ მაგცო ვისატყუე და მე პეტრე მოციქულს ადანაშაულებს თვათ მაგცობაში შენ წარმართთან ერთად პურს რატო ჭამო და მე რატო გადაჯექე იქავ თვითონ ჯურის ასრულე და პეტრე მოციქული და ჯურის დამოყვებად გამოიყონა აბა ეხა თვითონ თუ არა ებრაელი იყო ის წარმართი ტიმოთე პავლე მოციქულმა რატო წინადაცვით ამაში ხო პურს რატო ჭამდა თვითონ რასაც არ ღოს პავლე მოციქული იმას ადანაშაულებს პეტრეს იმას დევს ბრალ და იესო რას ეუბნება თომას სახარებაში სანამო საკუთარი თვალიდან არ ისწავლიო ბეწვის ამოღებასო სხვაში დილის ამოღებას ვერ ეცდებიო ჯერ საკუთარი თვალიდან ვერ ისწავლე ბეწვის ამოღება რომ მე შენ ძმას უთხრა მოდი ძმაო ვაი დაგინახე შენ რომ აი ესეთი ნაკლი გაგ და მოდი ერთად ვიცადეთ რომ გამოასწავლე რა თქმა უნდა სიყვარულით ხო ეხა ის ხო არ არის და ესენი ნახე რაც აკეთებენ თვითონ მოციქულები რა მაგარი სიყვარულის მაგალითია რა სხვაზე იშვეს ხეს პეტრეს თვალთმოქმედობაში ამხელს თან ესე ღიათ რა ეს როგორ შეიძლება მოციქული თვალთმოქმედობაში დაადანაშაულო როდესაც შენ თვითონ ადიხარ იერუსალიმში შეკავს წარმართი ადამიანი ტიმოთე წარმართი იყო აბა ვინ იყო ეგ ებრაელი არ იყო მამა ყავდა ბერძენი დედით ებრაელი იყო დედით ებრაელობა არ იხდებოდა ებრაელობა და წინადაცვთა ეს რა იმასთან ერთად პურს ჭამდა რატო არ უყურდა პავლე ამ ჯულს თუ პეტრეს უშლის რომ წარმართთან პურს მოჭამდა და თუ ამ ჯულს დაარღვე და წარმართთან პურს შეჭამ ავტომატურად ჯულის დამოყვები ხარ და შენი წინადაცვეთილობა წინადაუცვეთილობად იქცევა
თუ წიან დაცვითებას აგრძელებ ამ ტრადიციას, ხო, წიან დაცვითას აკეთებ ისე, ხო, შენ შვილებს უკეთებ. შენ ვალდებული ხარ შეასრულე ის 613 კანონი, რაც მოსეს ჯგუფში. არა ხარ შენ მართალი თუ შენ სხვას აუკრძალე იმას, რა ქვია. პურის ჭამს. ქრისტიანობაში და აბა ის კაცი შეიძლება ქრისტიანად ჩაითვალოს, ვინც მე არაებრაელთან და წინა დაუცოთან და პურის ჭამას მიგზავნოს. თუ პავლე მოციქულს ვამართლებთ, რომ სწორი იყო რომ პეტრე მოციქული დაადანაშაულა, მაშინ თვითონ არ ღვევს ამას, როდესაც წარმართ ტიმოთესთან ერთად პურს ჭამდა. წინა დაცვითელი კაცი. თვითონ არ ღვევდა იმას, რასაც ხვებს უკრძალავდა. გასაგებად თქვენ რა, სულ თაუფალი სხვა არის და მატერის შემქმნელი სხვა გააჩნიათ ჩვენ ვის ავირჩევთ, იესოს სულ თაუფალი. იესოს სულ თაუფალი არ არის. იესოს საერთოდ არ არის ღმერთი. იესო არის კაცის ძე, თვითონ იძახი სამყარო შექმნა და ვიყავი მამასთან. ქვეყნის შექმნა და შემიყვარეო ეონება. ეს თუ ადამიანური ბუნებით ლაპარაკობს, ადამიანურ ბუნებას ქვეყნის შექმნა რა უნდა რომ მამას შეეყვარებინა ძე. შეყვარე რა სჭირდა საერთოდ, ხო? გააჩინა ესე იგი და მერე შეიყვარა. აბა თუ მარადეულად თანაარსებული არის, მარადეულად შემიყვარე კი არა ეთყოდა კაცო. გიყვარდიო ეთყოდა, მარადეულად გიყვარდიო. ხო და ეს რელიგია, თვითონ ეს ქრისტიანობა, კონსტანტინეს დაარსებული ეს რაღაცა გიჟდმადიდებლობა არის არ არის ნორმალური ადამიანების დაფუძნებული სარწმუნოება. აი უფრო ძველი ახლა გნოსტიკურ სახარებებს იძახიან, გნოსტიკური სახარებები არ არის. აი თომას სახარება, ნიკოდიმოს სახარება, მატათას სახარებაც არსებობს. აი რაც მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს და გარიყა, ხო, აი ეს წიგნები მოიძიათ და ის წიგნები წაიკითხათ და გაიზარდა ინტერესი თომასსა და ენოქის წიგნზე, თომას სახარებას და ენოქის წიგნზე და სხვათა შორის ნიკოდიმოს სახარებას, იმიტომ ნიკოდიმოს სახარება ძალიან საინტერესო არის, იქ არის აღწერილი მთლიანად იესოს გასამართების პროცესი. მე არ ვიცი იესო იყო თუ არ იყო, მაგრამ ის რაც სახარებაში და ოთხთავი გვამცნობს, ეს არ არის ის იესო, რაც ჩვენამდე მოვიდა, ის ნამდვილი იესო სიტყვები არ არის. იმისათვის არ მოვედიო, რომ მშვიდობა მოვიტანო, מחულისა მოვედიო და מחულის მოსატანად მოვედიო. კაცო, თუ იმას იძახი, რომ ჯერ უნდა დაიცვა ქრისტიანობა და უნდა დაიცვა და არ უნდა მოკლა ეს ადამიანი, მე პეტრეს ატო უშლი, რომ ჩააგი מחულის ამღები, מחულით მოკლება. შენ არ იყავი თანახმა, რომ ორი მახვილი შეთავაზე, ხო, იქ საკმარისია ეონება. რა შეჭირდებოდა მაშინ? რატო დადის შენი მოციქულები მახვილით? რატო დადიან? ხო იცი რომ ის ატარებ დანას, ხო? რატო აძლევ ამის უფლებას, რომ შენ მოწაფეებმა დანებით იარო და იარაღებით იარო? თუ შენ წინააღმდეგი ხარ ომების, ხან ომების წინააღმდეგია, ხან ამის წინააღმდეგია, ხან თვითონვე უშვებს, ხან იმას ამბობს, რომ მე მშვიდობის მოსატანად არ მოვედი, מחულის მოვედიო და ესენი როგორც უნდა ისეც ეკავე. מחული ქრისტეს სიტყვა, იქ სტატელი ქრისტეს სიტყვა, თევზი თუ მე თევზ ყბიდან აცდის იესო ფულებს და არ იმუშაოთო და ხვალინდელი დღე თქვენთვის იზრუნებსო, მამა ჩემი ფრის ფრინდანებზე ზრუნავსო და აი ეგეთი რაღაცა სისულელეებით არის გავსებული მთელი თქვენი ეგოთხთავი რა. კიდე კაი კითხულობდა, ვერ ყვევი და გამარტივებსაც კითხულობდა, აზრიც გამომაგდა და კითხვებს ავსვა. რო არ წამეკითხა და ამ დონეზე და ესე რომ არ გავსულიყავი, ხო? რა თქმა უნდა, მეც ესე თქვენსავით როგორ საქამდე ვიყავი, ესე ბრმად, ალელუია, ალელუიას ძახილში ვიქნებოდი მთელი ცხოვრება. ევა ნიკოდიმოსის სახარება გადამიდე არ დაგავიწყესო. კი, ენოქის წიგნთან ერთად რო გამოვცემ, მე მეორე ენოქთან ერთად პოსტით გამოვიძე. გუშინ გავყიდე კიდე ორი ცალი პოსტით გაიყიდე და ინტერესი არის, ინტერესი კარგია, მაგრამ ეხლა ნახეთ თქვენი ყურადღება რა ზომი და გავამახვილე. მართლმადიდებელი ეკლესია უпростოდ ეს სასულიერო პირები მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით, რასაც მართლმადიდებლობა არ ასწავლის, გადაგებენ რომ უნდა იმარხულოთ თქვენ და თვითონ კაის ჭამენ და კაისოვე, ჩემი თვალებით ამბობ, ნახე შუამარხვაში მამაო რამაგრად მაგას უფრაში და იქ ტაძარში. აღარ დავასახელებ რომელი ტაძარი იყო. ხო, გალობლები შევედი და აი სუფრა გაშლა გულაობე, შემწვალ მოხრაკულები და შუამარხვა, დიდი მარხვა და ვეუნები ბიჭო ამბრელს ვეუნები, რამდენი შემხვდება, ყველას ვეუნები და რამ გაგასულელად საერთოდ ძალიან ბევრმა ოჯახებიც კი დაანგრია მაგ მარხვის გამო რა. ბიჭო ესაიას წიგნი წაიკითხე, მარხვა გაიგეთ რას ნიშნავს. თვითონ იესო ქრისტე ლუკას სახარებაში რას გეუნება. სადაც შეხვათო და რასაც შემოგთავაზებენო, ის ჭამეთო. აი იმას არ ვთქვია რომ დაიწყოთ იქ მარხვაზე ვარ ეს მეჭმევა, ეს არ მეჭმევა. არა. რასაც შემოგთავაზებენ ნიშნავს იმას რომ ღორის ხორციც რო დაგიდონ უნდა ჭამოთ. პრობლემა არ უნდა კონდეს ამას. რომელ მარხვაზეა საუბარი? სათქვა იესო ქრისტემ სახარებაში მანახეთ რომ მარხვა სათმისგან თავშეკავებაა და კი ბატონო სიტყვები უკან მიმართ. მანახეთ რომ იესომ დააწესა იგი მარხვა რომ სათმისგან თავშეკავებაა.
აი ესენი ძირითადი სათქმელები ესენი გქონდა რა. აუ დანარჩენი კიდე თქვენთანაც გაგიჩნდებათ კითხვა კაცო ეხლა კითხულობ ამდენი ხანი რაღაცა გონია დადიხარ ტაძარში მრევლი ხარ და ბატივით მიდიხარ მოდიხარ აი ყა რაღაცა ესე და ეს არის თუმე შეურაცხყოფა ის არის რასაც თქვენ აკეთებთ და თქვენ უკეთებთ საკუთარ თავებს ესაა პირდაპირ ამას მარხვა ის არის რომ საკუთარო სისხლსა და ხორცს არ დაემალო აქ მეუღლეობაზეა საუბარი არ დაემალო საკუთარ სისხლსა და ხორცს ესენი მარხვაში არ შეიძლება ქალცოლქმის ურთიერთობაო და ცოლი შიშით მიდის ქმართან გამეუწობა რომ ვაიმე იქ რაღაცა ქმარმა არ წაუფათუროს ხელები რა არის ეს და იგრევა მე ოჯახები როგორ შეიძლება მაგისგან თავის შეკავება რომელი მონაზონები და ვერ მონაზონები კიდე თქვენ ამხელხართ რომ ასე ქმარს არ გაეკაროთ და ოჯახი დაანგრიოთ მაგის გამო წავით მაშინ მონასტერში და რატო ვაჩინ ფილებს ჩემამდე არ მოდის და შეაკალით თავი იახვეს და იესოს და არ მოიყვანოთ და არ გაამრავლოთ ერი და ყველანი მონაზონები გახდეთ მაშინ თუ ყველა მონაზონობა ერთადერთი გზა აქვს ხაცხონებლად რაღაც საჭიროა მაშინ ქორწინება და ცოლის მოყვანა და შვილების გამრავლება გახდეთ ყველანი მონაზონები და აგერ იყავით ჩემსავით ესე უცოლოთ ოჯახოთ და იქადაგეთ 24 საათი სახარება მაგრამ მაგასაც არ აკეთებენ ესენი თავისუფლები არ არიან ესენი არიან სისტემის მონები ეს სისტემა ვინ შეადგინა ეშმაკა ძიდი გავლენები აქვს მაგრამ ნახე წინაღუნდეკით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან ამას მოციქული იაკობ და კიდე ძოლათმაში არის ხო საუბარი მაგაზე რომ მატყუარა მაშინაც გარბისო როცა არავინ მოსდევსო არგუმენტირებულად მომიყვანი მითხარი რომ აი ესეა მე არ მინდა არ მჯერა შენი და არც არავინ არ გეხვეწება რომ მე დამიჯერო კაცო იმიტომ რომ ის რასაც მეუბნებ შეიძლება ყველა მსხვანერად გაიგოს და კარგია რომ მე არც უნდა ყველაფერში არც უნდა დამეთახმო მაშინ იქნებოდა დებილიზმი სხვა არაფერი თქვენ თუ აზროვნებდა რაღაცა თქვენ თუ გადახარშეთ მე რას ვიტყვი და რას ჩავწერეთ ჩემი გადასაწყვეტი არის რას გამოიწვევს ჩემი საუბრები ეგაა მთავარი გამოფხიზლებას სად მიყავს ლევანეს ხალხი მეუბნებიან პასუხი ესეთი არის სად მიყავს ეს ხალხი ჯოჯოხეთისგან შორს სად არის ჯოჯოხეთი ტაძრებში არის წყევლა ის ფარდა რო შეკერეს და კანკელები რო წამომიჭიმეს იქა და გამოპრანჭულები რო გამოდიან ხა ეს მეუფეები და ისინი მილიარდერები და აღას გაძოლტყავებულ ხალხს კიდე რო ტვირთად აწვევიან პავლე მოციქული რასაუნს დაავიწყდათ ვინც არ შრომობს ის ნურჩე ჭამს ვისი აკიდებული და ჭამენ ესე რა გაუკეთებია ცხოვრებაში ან ეხა რას აკეთებენ ვისასაც ჭამენ შრომობენ ბარავენ თოხნიან გრეხებს ეხმარებიან თუ რას აკეთებენ აი საიდე რა თუნდა ეხა სასულიერო პირს ტაძარი მანქანა ფული შემოსავალი და აი ეს რა თუნდა სასულიერო პირს ესენი რა შეჭირდება თამით უმეტეს ქრისტეზე აქვს პრეტენზია ესენი რანაირი ქრისტიანები არიან ეს მართლმადიდებლობაში საწერია მართლმადიდებლობაში მანახეთ რომ ღდენთავარი იქ კაი ბინებში უნდა ცხოვრობდეს და მონაზვნები მშივრები ყავდეს იქ სადმე წერია ეგა აუ თუ წერია მაშინ გახდით ყველანი მეუფეები ეპისკოპოსები და გამდიდებით რატო არ არიან ყველა მეუფეები რა ღდლიშვილი თუ ღმერთიშვილი თუ ღმერთიანი ღდლიშვილი ღდელი რატო არ ხდება თუ რა მარტო ღდლებს უნდა შეწიოთ იმ გალობლებს და მედავითინებს არაფერი არ ეკუთვნით მშიერი მართლმადიდებლები რო ხავთ სავსე ტაძრები გალობელი არ არის თუ რა ხდება ეკლესია რა არის აი იციან საერთოდ ეკლესია რას ნიშნავს არ ვიცი მე ვერ გამიგია კიდე ამ ხალხის ვერაფერი რა ესე იგი რაც არ უნდა ფაქტები დაუდო ელაპარაკო გულისკივილი გამოხატო უთხრა თუნდაც იესოს იტყვები დაუსაბუთო რომ ეს ესეა ხო არა ინტერესებს რა აგერს მო ხოლოდებიან ენოქობას და ენოქს ხოლოდებიან აგერ ჩამოვალ მო და შევეკითხოთ მე ენოქს რაში ტყუის ლევან პეტრიაშვილი და რაში არიან მართლები დღევანდელი მართლმადიდებლური ეკლესია და გაგვწევს ენოქმა პასუხი აი ჩემი ხო არ აგჯერა ენოქის ციგნები რო გააქრეს ჯერ მაგაზე პასუხს რატო არ ასწროთ ეკლესიას მრევლი სადაგძინოთ საერთოდ მრევლო ენოქის ციგნი რატო ამოიღეს სახურებიდან ენოქის ხატი რატო არ არის დაუდომე რატო არ არის და
საერთოდ რატო არ მოსვათ ეს ენოქობის დღესასწაული რატო არა? ხო ელოდებიან ენოქი უნდა მოვიდოს. როგორ შეიძლება მაგის წიგნების უარყოფა და გაწევა? ესენი არ არიან მართლმადიდებლები, არც ქრისტიანები არ არიან. აი ესენი არიან ეკლესიის მტრები. თვითონ მღვდლები არიან ეკლესიის მტრები და ქრისტეს მტრები. კლავენ ღმერთს, ეს უკლავენ და გაჭმევენ. სადა თქვა მიესო მეგეთი რაღაცა რომ დამკალი და შემჭამეო. და ღვინოზე სადა თქვა რომ ეს ჩემი სისხლი არის. სადმე თქვა? თუ თქვია მაშინ გამოდის რომ ჯვარზე ტყუილად დაუღრია სისხლი, აგერ ღვინოდ გადააქცია სისხლი და დამთავრდა. გამოსყიდვაც მოხდარა და ყველაფერი მოხდა, ხსნაც მოხდარა და ყველაფერი მოხდა. რაღაც საჭირო იყო ჯვარც. პარალელურად გავავლოთ ენოქის მსგავსი პიროვნება შუმერულ ეპოსაც ყავს. შუმერული მეფე ემედურანკი, რომელიც ღმერთმა ცაში აიყვანა და ცოდნა გადასცა. კოპირება რა უნდა იყოს ახლა თქვენ კაკს რას უნდა მოედოთ ახლა თქვენ ამის. იესომ თქვა, მამა არავის უნახავს, ესე იგი ენოქიმაც ენქი და ენითა და არქონტებთან იმოგზაურა. ყველაფერი შუმერებიდან გადაწერილი მგონია. მგონია კი არა ეგრეც არის. ჯერ როგორ შეიძლება იყოს ღმერთი შექმნილი ეს სამყარო, როდესაც არის უსამართლობით სავსე. მეორეც ერთია ეს, ვინც ქრისტიანი იყო და ღმერთის მიმდევარი ყველა ლომებში ატყვევენ, ზოგი ცეცხლში დაწვეს, ზოგი სანაგვეზე გაისტუმრეს. აი ეს ქრისტე, აი ეს ღმერთი როგორ შეიძლება იყოს ქრისტე. გადახედეთ უბრალოდ ძველ აღთქმაში რას აკეთებს. დავითმა შეეცოდა გასაგებია შეეცოდა, მაგრამ შვილმა რა დააშავა. შეეხო უფლისხელი ბავშვს და მოკვრა და დასნეულდა. და ევედრებოდა დავითიო უფალს რომ ეს ბავშვი არ მოეკლა მისი ცოდვის გამო. აი არის ან რას ასახავ, ან რასაც ჩენი ბავშვს თუ მოკვლას აპირებ. დავითი ცოდა არ იცი რომ დავითმა ცოდა შეეცოდა და ის ბავშვი ტყუილ უბრალოდ იწილება, რას აკლავ იმ ბავშვს. ეს რანაირი ღმერთის სამართლიანობაა და საერთოდ რანაირი გადაწყვეტილებაა ეს. სწორია ეხლა თქვენ რომ თქვენ მაგალითად იგივე ვარიანტი დაგემართოთ ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ მოგივიდეთ შემთხვევა რომ დავითის ნაირ ცოდვაში ჩავარდეთ და იმისგან გაჩენილი ეს შვილი ღმერთმა მოგიკლათ. და ჩვეულებრივ მომენტად მიიღო რომ ეს იყო სასჯელი დავითისა რომ აი ურიას ცოლთან იმრუშა და თურმე ღმერთმა კი არ მოკლა დავითის ცოდვა მოკლა თურმე ბავშვი რა. რავი თქვენ თუ ასეთი ღმერთი მიგაჩნიათ იესო ქრისტე. არ ვიცი, მაშინ გიჟმადიდებლები ყოფილიყავთ. თქვენ არ ახართ მართლმადიდებლები. როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა აი ესეთი რაღაცა იესო ქრისტეს მიაწეროს რომ დავითის ბავშვი მოუკლა. პირდაპირ მას წერია შეეხო უფლისხელი ბავშვს და დასნეულდა. და გარდაიცვალა. იმიტომ რომ მამამისმა იმრუშა და კაცი მოკლა იქ და ასე ჩათვალა ღმერთმა რომ ბავშვი ეძია შური. მერე დავითის და თამარის ამნონისა და თამარის ისტორია ხო დავითის შვილების ინცესტი რომ მოხდა. მერე გადავიდეთ თუნდაც ცოტა უკან აბრაამის შემთხვევაში საკუთარი გერიდა ყავდა ცოლად. მე ყურანს მაგით აღარ მოკითხულობ რომ გერიდის ცოლად მოყვანა ცოლად არ გეთვლება თუ და დავანებე თავი მე. და გერიდა რა, გერიდა ჩემი სისხლი და ხორცი არის, როგორ შეიძლება იმას მე სხვა თვალით შევხედე. არა, ყურანი ცოტა თართულის. მე გავიხედე, აგერ ბიბლიაში მოუყვანი აბრაამს უკვე ეგვიპტის ქვეყანაც არსებობს, მთელი ხალხია, მოსახლეობა, ქვეყნები არსებობს უკვე და აბრაამს მოყავს საკუთარი მამის შვილი, პირველი თუ მეორე ცოლისგან გერიდა მოყავს ცოლა, სარა. და სისხლის აღრევით მრავლდება, ვითომ ეხა იქ უნდა გამრავლებული იყო დედამიწაზე კაცობრიობაო და ამით აპრაობენ თეოლოგები. გამრავლებული იყო და გადავსებული იყო მთელი დედამიწა უკვე ხალხით. როცა აბრაამს საკუთარი დაყავდა ცოლა. ლოტისა და თავისი ქალიშვილების ისტორიაზე რო აღარაფერი აღარა ვთქვა, რატო უნდა გონებოდა ქალიშვილებს, ლოტის ქალიშვილებს, რომ ღმერთმა აბრაამი გაწირა და მთელი ქვეყანაზე მოსახლეობა ამოწყდა. ის კონკრეტულ ადგილას მოხდა, ხო, სოდომ გომორას. სოდომ გომორას თუ აწვიმა, გარეთ ვერ გახედეს, რომ იქ სხვაგან არ ხდებოდა ეს ცეცხლი და ისა, რატო უნდა გონებოდა, რომ მთელი კაცობრიობა მოწყდა. არ იცოდნენ აბრაამი საცხოვრობდა? და აბრაამს არ შეეხო ის წუნწუბა და ცეცხლი და გოგირდი? რატო უნდა ეფიქრათ, რომ კაცობრიობა გაწდა და ამ კუთხით დაუწვენ მამას? დაფიქრდი პროსტა პრიკინ დაფიქრდი რა. თუ ფიქრი არ შეგიძლია, მაშინ მოსმენა ხო შეგიძლია? მომისმინე და გაიაზრე მაინც არის. რას უშვები ამ ხალხს? რავი, რას უშვები? აღარც არაფერი აღარა ვთქვა კაცო, არ უნდა იცოდეთ თქვენ რომ იესო ქრისტე უზენაესი ღმერთი არ არის? გინდა თქვენ ებრაელი ღმერთი? მაშინ ყავდეთ. მე არ მინდა ძმაო, მე არ ვაღიარებ არც 4 თავს და არც ახარებს. არაფერს არ ვაღიარებ, მე ბიბლიის არ ამჯერა და არ ამწავს. ეგ წიგნი ღმერთზე არ არის. მანდ არის ბევრ ღმერთზე საუბარი. ეგრე ფილისტიმელების ღმერთი დაგონიც არის ის მოაბელების ღმერთი არის კიდე ისიც ღმერთი არის იფთარ გალაადელის შემთხვევაში მე-11 თავში პირდაპირ ეონება. ჩვენმა ღმერთმა იახვემ ეს მიწა მოგწოდა, თქვენმა ღმერთმა
რა ერქვა იმ ღმერთს მოაბელთა ღმერთი ეს მიწები მოგცათ ესე იგი იახვე არ არის ერთადერთი უზენაესი ბევრი ღმერთები აქვს წარღვნაც არის მოხსენებული შუმერულ ეპოსში ზისუდრაც აფრთხილებს ღმერთი მოსაუდან წარღვნაზე და ავალებს დიდი ხომალდის აგებას ეს სიუჟეტი უსწრებს ნოეს ისტორიას ხო გამახსენდა ახლა მითარ გალაედელი მიმართავს მოაბელებს რომ ჩვენო ღმერთმა იახვემო ეს მიწა ტერიტორიები მოგცაო და თქვენ ღმერთმა ქამოშმა კიდე ის ტერიტორიები მოგცათო და ჩვენ ერთმანეთში არ შევებრძოლოთ რა გასაყოფი არაფერი არ ქონდეს. ისე ამით მითარ გალაედელი აღიარებს რომ იახვეს გარდა სხვა ღმერთიც არის. იახვე არ არის ყოვლადჩემზრდე და ყოვლადძლერი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ეს თვითონ ბიბლიაში უწერიოთ რომ ბევრ ღმერთზეა საუბარი. და ამას არ უარყოფენ ებრაელები. ნახე კიდე რა ხდება ჩვენ ღმერთს ქართველების ღმერთს ერქვა გიორგი. გივარგის სალოცავები იყო ძველად თაში და მე მიაწერეთ წმინდა გიორგის. არა, წმინდა გიორგის არაფერ შუაში არ არის მაგ სალოცავები. წმინდა გიორგიმდე და ქრისტემდე იყო ეგ სალოცავები მთაში. და ის ჯვრის სიმბოლოც მარადიულობის და უხმოსავლიანობის სიმბოლოა ეს ბოლნისის სიონის ჯვარი ეს არანაირი კავშირი არ არის მართლმადიდებლობასთან. ეს არის უბრალოდ ბაბილონური ჯვარის შამაშის სიმბოლოა და ეგ შამაში ებრაულად ნიშნავს ბზეს. ეგ წეს ჩახაზული ჯვარი არის სიმბოლო, ბზის სიმბოლო. რომ თაშიც არის ეგრევე გამოსახული. არანაირი კავშირი არ აქვს ამას მართლმადიდებლობასთან. ეს არის მაგიური პენტაკლი ჩვეულება. სოლომონის გოეტიაში წეწერა და ებრაელებშიც მოსული ისაც. თილისმა შუმერული მითოლოგია უფრო ძველია ვიდრე დაბადების წიგნი. ლოგიკურად რომ ვიჯეროთ ძველიდან არის გადაწერილი და გადათამედროვებული. ხო, არის ეგ ფოტოშორის ჯემინიმას და ChatGPT-მაც ეგ ეჭვი რომ მე ესე უთხარი, ეგ ეჭვი არ არისო, უკვე ვარაუდიც აღარ არისო. არის რა ეს გადაწერილია, ფაქტობრივად ამას არავინ არ უარყოფს. დახვეწეს ეს უბრალოდ და იქ სახელები შეუცვალეს. გიორგი ლომაშვილი გწერს, საინტერესოა ღორის ხორცი რატომ არის საკრძალული მთა თუშეთში, ქრისტიანი თუშები რატომ კრძალავენ. ქრისტიანულ საქართველოში ეს პარადოქსი რატომ არის დაშვებული. ხომ არის ლევანო. ღორის ხორცი აკრძალული არის ძველ აღთქმაში. ღმერთი უკრძალავს მხოლოდ ორი ცხოველის, ანუ ორი ხორცის ჭამას, ეს არის ღორის ხორცი და კურდღლის ხორცი. არ შეიძლება ამ ორი ხორცის ჭამა, არა და როგორი გემრიელია ღორის ხორცი და კურდღლის ხორცი. ორივე გემრიელი და რაც გემრიელი არის ზუსტად იმას უკრძალავს. ღორის ხორცის ჭამა რატო არის აკრძალული მე არ ვიცი. იძახია რომ ებრაელები არიან მთაში წასულები და საქართველოს შემოსულები ორი ტომი ეს არის ეფრემისა და მენაშეს ტომი არის საქართველოს შემოსული, ამაზე პატრიარქმა ისაუბრა. ადრე ქადაგებაში რო უსმენთ ხოლმე, საქართველოს ორი ტომი შემოვიდა. იოსების შვილებზეა საუბარი, ეფრემისა და მენაშეს შემოსვლა საქართველოში. როგორც ოსიათიან სამეთყოლი ამოს მე-11 თავში, ეფრემი გადაიქცა ამოტრიაებულ კოკორათო. რადგანაც შეერია ხალხებსო. ანუ ჩვენ ფაქტიურად საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის შერეული ებრაელი, ნახევრად ებრაელი. ეს ხო შემოსულიერი არის და შეერია ეს იოსების ხალხი რა, ადრე ეგვიპტეში იყვნენ და იძახიან რომ კოლხები არიან ეს ხალხი. ძირითადად კოლხებზე არის საუბარი, რომ ეგვიპტეში იოსები რო იყო, იქ გამრავლდა დიდერად იქცა და როდესაც მოსემ ამოიყვანა კოლხეთში, ანუ აქ შემოიყვანა. იმიტომ რომ ის მთა თლილი, რომელსაც ძველ აღთქმაში არის საუბარი, სადაც მოსი ავიდა და დაინახა ზღვა, ეს მხოლოდ არის კოლხეთთან ახლოს, ანუ საქართველოს მთებში. თათლილი არსებობს კიდევაც ესე და საიდანაც პიტაპით ჩანს შავი ზღვა და მოსე რომელ თაზე ავიდო და რომ ეს შავი ზღვა ინახა, რა თქმა უნდა საქართველოში შემოვიდა. ეს ვარაუდია უბრალოდ, რამდენად მართალია ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ იმ ტექსტებზე წვომა არ აქვს როგორც აგერ მაგალითად ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნში მე-5 თავში ეჭვენობის ჯული არ წერია ებრაულ ორიგინალში და ეს არის ჩამატებული. რაღაც საშინელებები წერია. ეჭვენობის ჯული ენრილი მკაცრი ომის და ქაოსის ღმერთი, ქალღმერთი ინანა, ნების ილუზიის და მიზიდულობის ქალღმერთი, ენხი ტექნოლოგიების და მატერიალური ცოდნის ღმერთი. ქალღმერთებიც არის მოხსენებული მაგალითად იერუსალიმის ტაძარში იყო ძალიან ბევრი ქანდაკებები.
რომელიც მეფე იოშიამ დაამსხვრია. და არ ქონდათ მათ წიგნი. ანუ ძველი აღთქმა არ ქონდათ, ღვთის წიგნი არ ქონდათ. გოეგონათ რომ მოსეს წიგნი ქონდათ, მაგრამ არა, მოსეს წიგნი დაკარგული არის. მეფე ხილკიამ იპოვა ტაძარში ძველი წიგნი, რჯულის წიგნი, რომელიც მეფე იოშიამ წაუკითხა ხალხს და ტანსაცმელი შემოიხია, სამეფო ტანსაცმელი ისეთი რაღაცეები ეწერა. გამოიტანა ის მოსეს სპინძის გველი აჩეხა, ანუ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, გაწმინდა იქავრობა რა, აშერას კერპები ქონდათ, ბაალის კერპები ქონდათ თვითონ იერუსალიმის ტაძარში. და მოასუფთავა ყველაფერი, რაც სოლომონმა აუშენა თავის ცოლებს რა, იმ იერუსალიმის ტაძარში. და ჩვეულებრივად არხენად იჯდა ეტყობა ეს იახვე და ესე არხენად უყურებდა ამ სისაძაგლეს, რაც მის ტაძარში ხდებოდა, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეხა იქ ტაძარში შეხვიდა და იესოს გვერდით რომ მუჰამედის ხატი დაგიდოთ, არაფერი პრობლემა არ აქვს. მუჰამედის ღმერთია. ან რაღაც ალაჰის ხატი რო შექმნა და ის დაკიდოთ. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო იმ დროს იერუსალიმში. ყველა რაც კი ცოლები ყავდა სოლომონს, ყველას ტაძრები აუშენა და ქანდაკებები დაადგმევიდა. ასეთი რაღაცეებია კიდე ცეცხლში დაწვები, მაგალითად ლევიანთა 21 თავის მე-9 მუხლში პირდაპირ წერია. ღვთის ქალიშვილი, რომელიც ბოზობით შეარწყვინაო საკუთარი მამის ოჯახიო, ცეცხლში უნდა დაიწვას. რავი, ხა იესოს რომ ვინც თვალით შეხედა, ყველა ბოზი არისო და ერთი მაგეთი წმინდანი ვინმე არსებობდა ძველ აღთქმაში, რომელიც თვალით არ იმრუშა და ბოზობად არ ეთოლებოდა, თუ რა ხდება ვეგავ. ცეცხლში რატო უნდა დაწვა? საწყალი გოგო თუ იმან რაღაცა შეეშალა ხო ეხა ბოზობა რა ეხა თვითონაც წმინდანები იყვნენ საკუთარ ბავშვებს და ქალიშვილებთან წებოდნენ. ლოტი არ დაწვა ცეცხლში არც მისი ქალიშვილები და ნუ ღვთის ქალიშვილი იჯება რაღაც ისულელები მგონია. არა ძმაო რაღაცა საგიჟეთი არის რა გიჟთმადიდებლობა. ეს არის გიჟთმადიდებლობა. სხვა არაფერი ახსნა ამას არ აქვს. აი რო შეატყობ უკვე რელიგიურ ადამიანს, აი ვინც ბიბლიას იცავს, ის უკვე ებრაელია. იმას ფსიქიკაც არეული აქვს. აი ხანდახან აქვთ ხოლმე თავის კანტოზიც მინახია, თავის კანტოზები აქვს. ეგეთი რაღაცებიც ემართებათ. შფოთში არიან, სულიერ არეულობაში არიან. მე იქ აქეთ იმუქრები, ვინც ბიბლიაზეც უცლაპარაკობსო. ასე და ისე ემართებათო და მალე გარდაიცვლებიანო და ისე უკოდებიანო და რა. მას ეთმა ვიღაცამ ნაყინი შეჭამა და მოკვდა რა ბიბლიის ბრალი იყო, საერთოდ არ ყოფილა ის მორწმუნე. სისულელეებს იძახიან უბრალოდ დაფიქრდია. მოკლედ კითხვები კიდე მაქვს ძალიან ბევრი. ამ სახარების იგრის 4 თავი ძალიან მაგარი წიგნია სხვათა შორის. აი იმისათვის რომ აკრიტიკო, ძალიან ბევრი ისეთი მუხლებია რომ თქვენც მოგეწონებათ ამისი კრიტიკა. თუნდაც ის რომ მარკოის სახარებაში ჰეროდე მეფეს იესო ქრისტე ეგო ნაკლით აღდგენილი უნეთესწებელი, რომელსაც თავი მოკვეთა, ეს ხო არის საგიჟეთი არის. ეგეთი რაღაც ადამიანი როგორ უნდა დაიჯერო. სიმართლეც რომ იყოს, ერთი სიმართლე არ არის, მაგრამ სიმართლეც რომ იყოს, როგორ უნდა დაიჯერო ეგეთი რაღაცა. რომ ვიღაცას ვისაც თავი მოაჭერი, ყოეთე თავი გა. თან იოანე იესო გეგონოს თან. კიდე არის რაღაცა ნიუანსები. აი ნათლობაზე გითხარით ხო, ჩვილი ბავშვთან ნათლობა რომ სრული აბსურდია და მაგარი ტყუილი არის, იმიტომ რომ ბავშვს რა უნდა ამცნო ის რაც მოციქულებმა ასწავლეს ხო თავის მოწაფეებს. რა უნდა ამცნო ხა ჩვილყმას რაც არის. აი ეს ცოდვის მაგალითი კიდე ხო გამოგვისყიდა ჩვენ ცოდვისგანო. ცოდვისგან კი არ გამოგვისყიდა ქრისტე. ცოდვის მონობისგან გამოგვისყიდა. აი მაგას რატო ამოაგდეს ეს სიტყვა ეს კონტექსტი რატო ამოაგდეს თრიანად. რას გულისხმობს პავლე მოციქული ცოდვის მონობისგან გათავისუფლებაში და ცოდვისთათვის ყდომაში. ჩვენ რომელიც მოვუკვდითო ცოდვასო როგორ ვიცოცხლოთ მასში. არ არსებობს ქრისტიანი რომელიც ყდება ცოდვაში, ცოდვისთვის და ის კლავინდებურად შემცოდიებს. თუ ასე არის და ამას აპრავებთ თქვენ რომ არამდენჯერად შეგცოდოს იმდენჯერ მიუტევეო, მაშინ ეგეთი კითხვა მაქვს თქვენთან, გდეს აქვს თუ არა უფლება ვინმე ცოდვა არ მიუტევოს. თუ მეტყვით რომ არა აქვს, მაშინ რატო ეუბნება რომ ვისაც შეკრავთ შეკრილი იქნება და ვისაც გახსნილი იქნება ზეცაში თუ ეს ცოდვების მიტევებაზეა საუბარი, ხო? და მეორეც კიდე ერთი. თუ მგდეს არა აქვს უფლება ვინმე ცოდვა არ მიუტევოს, რადგანაც ქრისტე თავის კვლელებზე ლოცულობდა, მაშინ რა უფლებით ადებენ ეპიდემიას და რა უფლებით წყვიტავენ ვიღაცა აზიაონ და ვიღაცა დასაჯონ და თქვენ იცით რომ მრუშობაზე ადამიანს 20 წელი აქვს ჯულის კანონით მზიარება შეჩერებული? მრუშობის გამო და ძალიან ბევრი მღვდელი დღეს მრუშობაშიც არის. მრუშობა არ არის, როდესაც პირველი კანონიერი ცოლი გიღალატებს და მეორე ცოლს მოიყვან. ეგაც მრუშობად გითვლის იესო ქრისტე. არა მარტო იმას, რომ
ცოლი გაგშორდა და ცოლის ბრალი იყო არა შენ რომ ცოლს გაშორდე და ცოლი გაგშორდეს და სხვა მოიყვანო ეგეს მუშობა ეგ არიციან სასულო პირება როგორ არიციან კაცო მათ ესახარება 19-9 წაიგითხეთ მე-19 თავის მე-19 ეს ასეონები ამიტომ ვისაც გდობა უნდა ის მეორე ცოლი აღარ უნდა მოიყვანოს თუ პირველი ცოლი გაუბოსდა ანუ ღალატ ეგრე არის იესო მას იავალეს და რავი ხა ამათი იესო ვინ არის მე ვერ გავიგე თუ მაგ სახარებისას წამ და მისდევენ ისე რომ მეუნებიან ხოლმე რა არისო იქ დადიოდიო და ეხა რატო არისო რომ იძახი არასწორიო მართლმადიდებლობა რასაც ასწავლიდა ადრე სახარების მიხედვით კი იმაზე არ შეიძლება რაღაცა თქვა ესე გადაკრულად მაგრამ დღეს ეხა რასაც ესე მართლმადიდებლობის სახე ასწავლიან რანაირად არ უნდა თქვა რომ სწორია როგორ არის სწორი კაცო მღვდელს საყავს მესამე ცოლი და მეორე ცოლი და იმ ცოლსაც ღალატობს ვიც საყავს და საყოველებიც საყავს და საკუთარ სულიერ შვილებთან აქვს სექსი მღვდლებს დამისახელო რა დაგისახელო აგე ჩემი ბავშვი დატლია სახელი და გვარი თქვა თვითონ მითხრა ჩამობარა აღსარებ მე არც არაფერი არ მითქვი არ შეიძლება მღვდელს ურთიერთობა ქონდეს სულიერ შვილთან არ შეიძლება სასულიერო პირს ქონდეს ყავდეს მეორე ცოლი მიუხედავად იმისა რომ პირველი ცოლი დაშორდა დარჩეს ცელეპათი აი როგორც მე ვარ მე რა პრობლემაა რო ცოლი არ აქვს აუცილებლად ეკა რაც ყველა ცოლი ყავდეს კაცო ღმერთმა ყველას იმის ჯვარი კი არ მისცა რომ ყველას ოჯახები და შვილები ყავდეს ვისაც რამდენიმე ეცა ღმერთმა გაუმარჯოს და გაამრავლოს და ვისაც არ მიეცა კი და იგი მას არნიშნავს რომ არიქა დავიღუპეთ ხა ჩვენ და ვისაც ცოლი არ აქვს კაცი არა ცოლის ყველა საერთოდ არნიშნავს კაცობას რავი პავლე მოციქული ამბობს მე მსურსო ყველა ჩემსავით იყოს გირჩევთ რომ უცოლოდ დარჩეთ დაჟე იმასაც ამბობს რომ ქალიშვილს თუ არ გაათხოვებ გოგოსო უკეთესიაო მაგრამ თუ გაათხოვებო კარგიაო მაგრამ გირჩევთო რომ ქალიშვილად დარჩესო და არ გათხოვდეს ეს უფრო უკეთესი არის საუკეთესო ვარიანტი არის რატო ამბობს მაშინ პავლე მოციქული მაგას ოჯახის უარყოფაზე მიუთითებს ყველა ერთნაირი მღვდელი ხომ არ არის ყველა ერთნაირი მღვდელია ნიკა აბსოლუტურად მღვდელი რო ხდები და სასულიერო პირი ხდები თან იცი სადაც მიდიხარ რა სისტემაში შემსახურებ ყველა ერთი არის აბსოლუტურად ეხა შენ იქ რაღაცას ლუღლუღებ ხადაგებაში და მე ვიღაცა გამოდის და ქტიტორი თავში გირტყავს შენ ბიჭო რა იბილაპარაკი რა პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ რა ქრისტე რა ის რასაც გეტყვით ეხა ჩვენ ფულაში გიხდი ვერ იქნება მღვდელი იქ პატიოსანი ვერ ილაპარაკებს იქ თავისას ვერ ილაპარაკებს იქ იესოსას ასე რომ ყველა მღვდელი ერთნაირი არის აბა რა შედიხარ სისტემაში და შენ სისტემა გეუბნება ილაპარაკე ეს და რა ის რაც შენ გინდა მე ვიყავი იქ და მე თვითონ მიცი თვითონ ვლება მითხრეს ეგრე აქ ცოდნა განარა შეუძლიათ ილაპარაკონ ჩემზე მაგრად იციან ყველაფერი იციან ნიკოდემოს სახარებაც იციან თომას სახარებაც იციან ძალიან ბევრი რაღაცები იციან კიდე რაც მე არ ვიცი მაგრამ აი ესე არის რა ყველაფერს ვერ ილაპარაკებენ აი ესე უნდა ითამაშონ როლი იქა ზოგი პატრიარქს ზუგს უკან აგინებს და მე მიდის და პატრიარქს გადაცემაში ვიცი აქ აიყო აი გული დამწყარო პატრიარქია მიგვატოვა და რაღაცა აი რა ხდება თვალთმაქცობა რატო გიკვირს რომ თვითონ მოციქულები იყვნენ თვალთმაქცები აგე პავლე მოციქული პეტრე მოციქულს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს და პეტრე მოციქული კიდე პავლეს დებს მოსეს ჯულის დარღვევაში ისის თვალთმაქცობაში ადანაშაულებს რატო გიკვირს შენ რომ თვითონ მღვდლებიც არ თვალთმაქცობენ აგერ პიტაპი მივედი მღვდელთან მამა გიორგი არის იქა ეხა არ ვიცი კონი გადაიყვანეს მეტეხის ტაძარში რა და დაუწვი ეგ რაღაც კითხვები ველაპარაკე გაუგზავნე ჩემი ნაშრომების და პიტაპი მეონება რა პავლე მოციქულს ბევრი ეშლებოდა წარმოგიდგენი რა პავლე მოციქულს ეშლებოდა და ამათ ყველაფერი ისე საათით აწყობილი არაფერი არ ეშლებათ რა არიან პატიოსანი არ არსებობს ნიკა პატიოსანი მღვდელი ეგ არ დაიჯეროს მაო პატიოსანი მღვდელი არ არსებობს იმიტომ რომ ქრისტემ მეგობრობა გააუქმა და პატიოსანი როგორ ახარ როცა ქრისტემ გააუქმა მღვდლობა და შეცვალა ის არონიანული მღვდლობა შეცვალა ის მელქისედეკის მღვდლობით როგორ მეუბნები რომ პატიოსანი მღვდლები არსებობენ არ არსებობს პატიოსანი მღვდელი არ მოგატყუოს ეგ არა საღათ აზროვნებს ეგრე აგე ის მუსლიმანი საღათ აზროვნებს მაგრამ ეგ იმას კი არნიშნავს რომ ის პატიოსანი მღვდელია ან პატიოსანი ის არის კაცია არავინ არ არის მართალიც ყველა გზასასწაო ყოველი კაცი სრულვარს იგიო დავით მომსამრე ხო წერს არც მე არა ვარ მართალი აი ის მართალიო იმდენ რაღაცები მეშლება ცხოვრებაში მე იმის გამოსწორება მიწევს მაგრამ მე ჩემი ნათქვამის აღიარება შემეძლია და ამათ საკუთარი გადაფურთხებული სალოქო არ უნდათ არა ჩვენ არ გავიკეთებია არ გაიკეთებიათ რომელი ერთი დავიცათ ისე პირველი ღამე რომ მაგათი იყო მღვდლებისა მეფეების და მღვდლების და მე კიდე გლეხების ქალიშვილებს ადრე შეგდები არიან პატიოსანი მღვდლებიც ვინც საკათ აზროვნებენ ნუ ეხა თუ მეგობრობას ვიგულისხმენ და რაღაცა ეხლა მეც აყავს მეგობრები ჩემი ჯგუფიდან 24 კაცი მღვდელი გახდა
სახელდაგვარებს ხო არ ჩამოთვლი მეგობრებს სამყაროს ადამიანები და ძალიან მომწონს მაგათი ქადაგება ხოლმე რო ქადაგებს აი უკანკელო ტაძარი არსებობს ერთი იქ ხადაგა პეტრეზე იყო პეტრეში რო შეიტყვეს ჯაჭვები და განთავისუფლება რა იმაზე ილაპარაკა ძალიან კარგად აი მოგითხრათ რა აი მართლა ეთყობა რომ აი ეს ადამიანი ჩახედილი არის ხა და გამოვა ვიღაც და ეთყოს ესო ის არისო აგენტიაო ნახეო რას გავსო ის არის კრეხელი არისო პატარა ბიჭიაო ისე ზოგ მოციქულს წვერი საერთოდ არ გქონდა მე რა წვერი რახან არა გაქვს იმას კი ანიშნავს რომ მღვდელი არ ახარ კაცო ყველა მღვდელს წვერი კი არ უნდა ქონდეს თავარია ის მღვდლობა რა არის მღვდელია ყველა ვინც ქადაგებს სწორად ის მღვდლობა ეს არის ქრისტეს მღვდლობა ეგ არის და არა იქ საცეცხლოს გაათმო და ფარდას ჩამოკიდებან გაწევი აღსავლის კარებზე ეგ არის აარონის მღვდლობა რაც ქრისტემ გააუქმა და ამათმა ბერძნებმა მართლმადიდებლებმა დააბრუნეს ეს ბიზანტიის სქიზმა თორე ჩვენ ქართულ ტაძრებში ყოველთვის იყო უკანკელო უსისხლოი უმფრუნოი და ურწყოი ეს იყო ბასილ პრესვიტერის ბასილიდების ლიტურგიკული წესები ლევან დადიანის მიერ შემკული ივანე ოქროპირის ჟამის წირვა ქართულ ენაზე გააქრეს აქ ოქროთის შემკული არის ყდა სულ სხვა ტრადიცია იყო ოქროპირის წირვაზე იქ არ იყო პურის ღვინოში ჩაწობა და დუღარა წყლის დასხმა რაღაცა იქ საფისკერების მოხარშვა არა ეგეთი ტრადიცია არ იყო წირვა დიდი ხანი გრძელდებოდა წირვაც არ ერქვა მაგას ერქვა ლიტურგია ანუ ლიტურგოს ნიშნავს სამადლობელ სავედრებელ საამო სიტყვას აი ამას ნიშნავს ლიტურგოს თვითონ ტერმინი და არა იმას რომ სისხლად და ხორცად გადაიქცევა და ჭამდა აი მაგაზე მინდა კიდე ხო სისხლად და ხორცად გადაიქცევა გარდაარსებაზე რო ლაპარაკობენ რა წინაზეც კი ჩავწერე და რაღაც წინააღმდეგობა გამოიწვია მაგრამ მე არ მანდაიბდებ საერთოდ ამათ წინააღმდეგობა თავიანთ თავთა მოდიან წინააღმდეგობაში ბიჭო ქრისტე გეუბნება რომ ეს პური არისო არა ის რომელიცო თქვენმა მამამებმა ჭამეს და გავიდნენ უკანო და დაიხოცნენ არაო ეს პური არის ის რომელიც ზეციდან ჩამოდისო და მისი მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს თუ აქ ეს პური არის სეფისკვერი რომელიც გარდაასდება ქრისტეს მატერიალურ ხორცად და ეს არის პირდაპირ გაგებით იესოს ხორცი რომელსაც ჭამთ მაშინ როდის იყო ხორცით იესოს ზეცაში ეს რო ეთქვა რომ ეს არის პური რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და არა ჩამოდის ხო ლოგიკურია რა ესე იგი იესო ქრისტე არ ლაპარაკობდა იმ სეფისკვერზე რომ ხორცად გარდაარსდება და არც მოციქულებს არ ეგონათ ისე რომ იმ სეფისკვერის ჭამით ჯერ სეფისკვერი არ იყო ეგ უმფრუნოები იყო ხმიადები იყო იმ ხმიადების ჭამით ქრისტეს პირადი ხორცი ჭამს მე არ ვარ მართლმადიდებელი მაგრამ რამოდენიმე მღვდლის ქადაგებები მომწონს ხოლმე გურამი მღვდელი საუბრობს ხოლმე საინტერესოდ ხო გურამ ოთხოზორია საინტერესო მაგის ნათარგმნი წიგნები მაქვს ფოტოშორის ძალიან ჩახედილი პიროვნებაა და დამაფიქრებელად ლაპარაკობს როდესაც მე მოусმინე ერთ საკითხს ქრისტეს მეორე მოსვლაზე საუბრობდა რომ ნუ ველოდებით ქრისტესო არსად არაფერი არ მოვაო მეორეთო და დამაფიქრე იმიტომ რომ პეტრე მოციქული მეორე წერილში წერს მე მგონი მეორე წერილია თუ არ ვსწრები რომ მოვლენო ბოლოჟამსო ისეთიო სასულიერო პირებიცო ანუ თქვენ შორის მგლებიცო თუ რავი რაღაც ისი აქვს დახასიათებული რომ ზოგიო იტყვის რომ აბა სადა ამდენი ხანი გავიდა და არ ჩანსო ქრისტეო სად არის აბა ქრისტე არ მოსულაო და არასდროს არ მოვაო და ეს პარალელები გავალე 4-2-ია უკვე წამოყოთავი ეძახის მაგას რომ ქრისტე არ მოვაო მეორეთო ხო არ მოვა ტყუილად ელოდებითო და რახან ამ კაცმა ეს თქვა ესე იგი ამის საფუძველი არსებობს რახან ეს თქვა ხო 2000 წელი ელოდებიან და რა ქვია იმ ღმერთს რომელიც 2000 წელი თავის მიმდევრებს ალოდნინებს და არაჩვენება აი პროსტო დაფიქრდი მე ძალიან მაინტერესებს რომ მოვიდეს ეგ კი არა სანამ ქრისტე მოვა ენოქი უნდა მოვიდესო და აგერ პატრიარქის სიცხეში უნდა მოსულიყო ნიშიც კი დადგეს ქრისტე მაგრამ სად არის აბა მოვიდა კიდე გავა 2000 წელი აგერი ჩემი წიგნები ხო არის და წაიკითხავს მე ერთი საუკუნის მერე კიდე მომავალი თაობა და დაგინახავ ერთი ისინი როგორ შეხვდებიან ქრისტეს რა აგერ მეც და აგერ ჩვენი მომავალი თაობაც კიდე მე ჩვენ როგორ გავიგებთ ახლა მომავალი თაობა რას ნახავს და როგორ ნახავს მაგრამ ასე ელოდებოდნენ 2000 წლის უკან ის მოციქულებიც რომ აგერ დღე-დღეზე მოვაო ოქროპირმა საათიცა და დროს კი დაასახელა მეორედ მოსვლის მაგრამ არ მოვიდა ნუ ჩავარდა მის წინასწარმეტყველება და ივანე ოქროპირი არ აყოფილა თურმე სორი მართლმადიდებელი სორი ქრისტიანი თუ წინასწარმეტყველი ყოფილი სულიერი კანიბალიზმი სისხლად და ხორცად გარდაარსება ესე იგი თუ პური არის ქრისტეს ხორცი მაშინ იესო ვერ იტყოდა ეს არის ის პური რომელიც ზეციდან ჩამოვიდა იმიტომ რომ ადამიანური ბუნები და ხორცით იესო ზეცაში არ ყოფილა თუ იმ პურში იესომ საკუთარი ფიზიკური სხეული მარიამისაგან აღებული განკაცებული სხეული იგულისხმ ხო ეს განკაცებაც ძალიან დიდი დამაბნეველი რამეა იმიტომ რომ თომას ახარებაში და
ენოქის წიგნში არ ჩანს არსად განკაცების აპოლოგია, რომ იქ რაღაცა მარიამმა გააჩინა ღვთაებრივად ეს მესია ღმერთი. არა ჩანს. პირდაპირ ჩანს, რომ ეს კაცის ზე ჩამოდის, დედამიწაზე სიბზნე ჩამოვიდა, ვერ ნახა თავის შესაფერისი, ყველანი თვალები ნახა და დაუბრუნდა ისევ ზეცას. ანუ იყო იქ ჩამოსული, კაცის ზეს ჩამოსულს ხოთაშორის ძველახმაში დანიელის წიგნში არის მოხსენებული. როდესაც სამყრომას ცეცხლში აგდებდნენ, იქ ჩამოვიდა და გადაარჩინა ის ცეცხლი თვარად შეცვალა. ანუ კაცის ზეს ჩამოსვა დედამიწაზე ხდებოდა. აი თუნდაც აბრაამთან რომ მოდის იქიდან ერთ-ერთი იყო კაცის ზე და ის დანარჩენი ორი ანგელოზი მიქაელი და თავრანგელოზი მიქაელი და თავრანგელოზი გაბრიელი. ხო, მოკლედ წავედი რა. აბა თქვენ